თუ ადამიანი ფარისეველია, როგორც წესი მას არაფერი შველის. ნახეთ რას ამბობს. თავადმა მიუგო და რქვა მათ ყოველი ნერგი, რომელიც არა დანერგა მამამან ჩემმა ზეცათამან ძირითუთ აღიფხვრას. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამას ადამიანს ვერ გავუკეთებთ, ჩვენ ბოლომდე ვიღწვით, ბოლომდე ვშრომობთ თითოეული ადამიანისათვის. თუმცა აიქაც გარკვეული ზომა არსებობს, ოღონდ ეს ზომა უფლისათვის მინდობილი უნდა გქონდეს და უფალი ხანდახან გიკეტავს სიტყვას, გულს და სიტყვას კონკრეტული ადამიანის მიმართ. უფალი გვიკეტავს ხანდახან გულს და სიტყვას კონკრეტული ადამიანის მიმართ. ვერაფერს ვეღარ უშვებით საკუთარ თავს. აღარ შემილია მე ამ ადამიანს რამე უთხრა. გული დაკეტილია. რატო? და ამას წინ უძღვის მრავალი წელი შრომა და ბოლოს შენ რო ვერ ბედავრო, იქ ჩაკეტო, უფალი გიკეტავს და არანაირი საშუალება აღარ აქვს მას რამე უთხრა. ეს არის ის ნერგი, რომელიც მამამ არ დანერგა. რას ნიშნავს მამამ არ დანერგა? ფაქტის კონსტანტირებაა. ანუ ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს თან რელიგიურად და ზნეობრივად. ეს განსაცვიფრებელი მოცემულობაა. ადამიანს შეუძლია ზნეობრივად და რელიგიურად იცხოვროს, თეოლოგიურად გამართულად იაზროვნოს და ღვთის ნების საწინააღმდეგო იყოს მისი ცხოვრების წესი. და თუ ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს, მისი გული არ იხსნება გამოცხადებისათვის და მას არ შეუძლია ქრისტეს შემეცნება. შესაბამისად, ქრისტეს შემეცნების ვერ შეძლება ეს ნიშნავს, რომ მას სინამდვილეში ღმერთის შემეცნება არ შეუძლია. აბა ვინ წამს და რა წამს? კერპი აბა რა არის? კერპი არის ჩემი შეხედულებები ღმერთზე. ეს არის კერპი. კერპთაყვანისმელია. ანუ ესეთი ადამიანი ძირითუდ აღმოიფხვრება. ანუ ის სიცოცხლის წინში არ არის. ტრაგედია, მაგრამ ეს მოცემულობაა. და უფალი ნახეთ როგორ ამბობს. უტევენით ეგე, რამე თუ ბრმანი არიან, ვერ ხედავენ, ვერც დაინახავენ. უფალს განაჩენი გამოაქვს და მე ვერ გამოუტან სხვას განაჩენს, თუ უფალმა არ გამოუტანა, მაგრამ მე მეშინია ჩემ თავზე, რომ მე ხო ბრმა არა ვარ. იმათ ხო არ ეგონათ თავი, გახსოვთ სხვა ადგილას როგორ არის? ჩვენ რა ბრმები ვართ და ბრმები რო ყოფილიყავით, იმიტომ რომ პრეტენზია გაქვთ, რომ თვალხილული ხართ და რადგან ამბობთ, რომ თვალხილული ხართ, ამიტომ პასუხისგებლობის წინაშე დგებით. ამიტომ მე ეს მახსოვს და ჩემ თავზე ვფიქრობ, მე რო თვალხილული მგონია ჩემი თავი, ბრმა ხომ არა ვარ. ფარისევლებს ხო თვალხილული ეგონა საკუთარი თავი და დამშვიდებული იყო და ბრმა ხომ არა ვარ, მე უნდა მეშინოდეს.